ცილები, ნახშირწყლები, ბოჭკო, ჯანსაღი ცხიმები, ყველაფერი ამ თებში თავმოყრილი. დავიწყოთ მომზადება. პირველ რიგში დავჭრათ კარტოფილი საშუალო ნაჭრებად. და ხო, კანიანაბჭრი, იმიტომ რომ ასე ბევრად გემრიელია. დავამატოთ ნიორი, ლიმნის წვენი, შავი პილპილი, პაპრიკა, ორეგანო, მარილი, სხვადასხვადამდენი მარილი არ გინდათ. ზეითუნის ზეთი და კარგად ამოურიოთ. უძლია გადავიტანოთ ლანგარზე და ახლა მივხედოთ უკვე ქათამს. ქათმის შემთხვევაშიც იგივე პროცედურები გჭირდება. ნიორი, ლიმნის წვენი, მარილი, ოღონდ ამდენი არც ამ შემთხვევაში არ გვინდა, შავი პილპილი, პაპრიკა, ორეგანო და ზეითუნის ზეთი. ამოურიოთ და დავაწყოთ ჩვენს კარტოფილზე. შევდგათ ხუმალში 225 გრადუსზე დაახლოებით 35 წუთით. ახლა კი გადავიდეთ ძაძიკზე. ნამიერის 0%-იან ბერძნულ იოგურტს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა, ნიორი, გახეხილი და შემდგომ გადაწურული კიტრი, მოვასხათ ცოტა ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად ამოვურიოთ. ძაძიკის გემოს შემოწმება აუცილებელია. ჩემი საოცრებაა. კარგი ძაძიკისთვის კარგი ბერძნული იოგურტი გჭირდება. ნამიერი რაც თავარია ქართულია და თან ხო 70 კალორიისთვის 12 გრამი ცილა მე მგონი ცუდი არ არის. ხო თან არანაირ ზედმეტ დანამატებს და კონსერვანტებს არ შეიცავს. ავაწყოთ. ახლა კი ბოლო შტრიხები, დავიწყოთ თებში საწყობა. კარგად გავანაწილოთ ძაძიკი, შუაში მოვათავსოთ ქათამი, ირგვლივ მოვაყაროთ კარტოფილი და სალათი. ალბათ ერთი კითხვა გაწუხებთ, დიეტაზე მყოფი კაცი ამდენ ზეითუნის ზეთს რატო ჭამ? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არა ნებისმიერ ფასად წონის კლება, არამედ თან თავის გაჯანსაღებაც. ხო და მგონი დრო მოვიდა ჯანსაღ ცხიმებზე და კერძოდ ზეითუნის ზეთზე ვისაუბროთ. თუ გაინტერესებს გავსი საკითხები, დამიწერეთ კომენტარებში.